მაგალითად ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში და სინამდვილეში დაახლოებით 95-98-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვა პერფორმანსებს, დადგმებს, ყველა თავის როლს ინაწილებს, ზოგი ამ რადიკალიზმის დროს წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ასე შემდეგ აქ არ დავკონკრეტები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ თავშოთ კი ბატონო ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი ჩინურ საფრთხეებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თანხა